მოგესალმებით ეთერშია გადაცემა პროფეთეული და დღევანდელი პროფეთეული სტუმრები არიან ღვინის გამყიდვალების საკმაოდ საპასუხისმგებლო პროფესია მით უმეტეს ქართველებისთვის. მოკლედ მე-10 პოზიცია ეკუთვნის ჯგუფ 33-ას. წლები დავთვალე, აზრი გავთვალე, წყალი დავლია, სხვასაც ვაცალე, წერა მომინდა, გზები დავხატე, ხმა ამოვიღე, რითმი დავთვალე, მიწა გავრეცხე, ცრემლი დავღვარე, ნისლი ვატარე, მზე ავაფარე. ერთი ვიწამე, სახლი ვაშენე, ოქრო ვიბოვნე, ვერ დავითვალე, კარი გამიღო, კარი გაუღე, გზა დავინახე, ლექსად ვაქციე, მიწა გავრეცხე, ცრემლი დავღვარე, ნისლი ვატარე, მზე ავაფარე, წლები დავთვალე, აზრი გავთვალე, წყალი დავლია, სხვასაც ვაცალე, წერა მომინდა, გზები დავხატე, ხმა ამოვიღე, რითმი დავთვალე, ერთი ვიწამე, სახლი ვაშენე, ოქრო ვიბოვნე, ვერ დავითვალე, კარი გამიღო, კარი გაუღე, გზა დავინახე, ლექსად ვაქციე, გზა დავინახე, ლექსად ვაქციე, მიწა გავრეცხე, ცრემლი დავღვარე, ნისლი ვატარე, მზე ავაფარე, ისევ გზა, ისევ მზე, ისევ შენ. ვინ ერჩი? აი ბადურაშვილი, ნინი, ბაგრატიონი, ლიზა, რეგვაძე ნანი, დოიჯაშვილი ზურა, ევგენიძე დათო, გასვიანი სალომე, კახიანი ეკა, პანჩო, პაპარაცი. მადლობა პაპარაცებს, ახლა კიდევ ერთხელ ნახოთ კლიპი სიმღერაზე ვარსკვლავები.
გრძელდება გადაცემა პროფეთეული და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს პროფეთეულში სტუმრად არიან ღვინის გამყიდველები, რომლებმაც მერვე პოზიცია ნინი ბადურაშვილს მიაკუთვნეს. რომ ჩემი აშენი ფიქრები დამაჯერე რომ ხვალ ჩემთან იქნები ეს გამახსენე და მე გიყვარდი აკინდოდა სხვა გამახსენე რომ ეცის მიყვარხარ ღვინოსთან ესე იგი შეხების დიდი სტაჟი გაქვთ ასე. აქ მუშაობ 13 წელი თორე ადრე სხვაგანაც მუშაობდი 10 წელი კიდე სხვაგანაც მუშაობდი. თქვენთან რომელ ღვინოს ანიჭებთ ყველაზე დიდ უპირატესობას? მე სუფრის ღვინო მიყვარს ძალიან ეს კახური და ევროპულად დაყენებული ღვინოები მიყვარს. თეთრია. თეთრი, დიახ, სუფრის ღვინოები. Stagami
დავაგრძელებ პროფეთეულის წარდგენას და წარმოგიდგენთ მორიგ მეექვსე პოზიციას, რომელზეც ღვინის გამყიდველებმა ზურა დოიჯაშვილი არჩიეს. სადაც ლურჯი წაიღო უცებწვიმა დაიწყო დამზე თითქოს დავას კარგავს ამოდი მზეო შენი სიტყვა გვაჩუქრე ამოდი მზეო მიწა შუქი ჩვენ გამბნელი განდევნე გუსი მიყო დაციყო დღეს თავიდან დაიწყო დაცას ბნელი ვეღარ პარავს ზეცა მადლი გაიღო karmatui mataigo dadres imedisiu emotions amodim zeo sheni sit pogwachuke amodim zeo mitashuki mo ჩვენ გამბნელი განდევნე გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ძანდებით? კარგად. როგორ მიდის მუშაობის? ნელ-ნელა. ნელ-ნელა რატო ჩქარჩქარა არა? არ არის ბევრი კლიენტი. აი მუშაობა არ არის. რატო? არ სვავენ ქართველები? რა ხალხს და ვისაც დიდი ფული აქვს რესტორანში კეიფობს, აკას აძლევს და საშუალო ფენას ფული არა აქვს. ისე ღვინო ხარისხიანი გო. არა. და იცით რა მაინტერესებს? დიდი ხანია მუშაობა? 16 წელიწადი. მართლა? აი თქვენ თავს მეღვინეს მელიქიფოს თუ როგორად? მეღვინე ვარ, მაგრამ ადგილი რო არა, სამუშაო აქვს მუშაობა. შენ ვინც კითხულობა ქართულ ლეგენდას აღმოაჩენ ამ ამბავს. Sara
ქართველებს ღვინის მიმართ ყოველთვის სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდათ. მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა საქართველოში, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებად ღვინის გამყიდველები, რომლებმაც აირჩიეს მეოთხე პოზიციაზე სასო პავლიაშვილი. Я позвонил прямо среди ночи, тебя назвал девочкой своей. Я просчитал, что скучаю очень, и попросил, приезжай скорей. Быстро собралась ты ко мне в дорогу, на ближайший рейс ты взяла билет, но остановил пограничник строгий. Никакой любви, если визы нет. Где ты, милая, сладкая, любимая? Где ты, милая, я грушу один? Где ты, милая, самая красивая? Где ты, милая, что тебя Грузия? Живешь в Москве, ну а я в Тбилиси. Не можем мы встретиться никак. Прощай, весна, опадают листья. Ты там, я здесь, все у нас не так. Жаль, мы далеки, жаль, что мы не птицы, и разлуки нам снова суждены. Знаю, что любви не нужны границы, любящим сердцам визы не нужны. Где ты, милая, сладкая, любимая? Где ты, милая, я грушу один? Где ты, милая, самая красивая? Где ты, милая, что тебя Грузия? ღვინოებს ყველაფერი არის რა ადამიანში. ჭირი არის ღვინოა საჭირო, ლხინია ღვინოა საჭირო. საერთოდ ეს ისეთი სითხე არის, მოსაფერებელი არის და გაფრთხილება უნდა ამას. და ყველამ მეღვინემ ღვინო უნდა გააკეთოს და იმა გეოგრაფიის მასწავლებელი რო ყიდის ღვინოს და ვანაში ასხავს, არ უნდა მოხდეს ეგეთი რაღაცეები. კვალიაშვილი ახლა ჩვენი დირექტორი კვალიაშვილი და მაგის საპატიცონო დაუღნიშნო. კვალიაშვილი, თქვენ დირექტორია? დიახ. ეკა? ანზური კვალი. კახამოჭი. Sopelo, čemo sopelo, lamazo, čemo hareo, mito dašem pismo mevlo, rešeni gavi hareo, mito dašem pismo mevlo, rešeni gavi hareo. დასრულდა როცა გაშენდა ჩაის კულტურა როცა დაინგრა ძველი კულტურა სიხარულის ხმა დაიგუგუნა როცა დაინგრა ძველი კულტურა სიხარულის ხმა დაიგუგუნა სოფელო ჩემო სოფელო ლამაზო ჩემო
ლამაზო ჩემო ხარეო მინდოდა შენთვის მომევლო მე შენით გავიხარეო ყველაზე დიდი მოთხოვნა ალბათ უფრო მაინც თეთრ ღვინოსია. არა გააჩნია მომხმარებელს წითელი ღვინოს თეთრის თანაბრად მოდის პრინციპში რა. აი შენ თვითონ რომელი ღვინო უფრო? მე უპირატესობას ვანიჭებ წითელ მშრალ ღვინოებს. შენობა ძნელია აქამდე ნამდვილი ყველა სიმღერა შენია იმის რაც მოვიდა რომ წარმოგიდგინოთ პირველი პოზიცია, ანუ გაგაცნოთ ის მომღერალი, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენენ მეღვინეები, ანუ ღვინის გამყიდველები. ეს გახლავთ ნანი ბრეგვაძე. არაფერი არ გიშველის, არ გიშველის ლოდინის და მოთმინების შემოიხსენი სადმის ლების რიდეს მუსიამოვა და შეწყდება თოვა სიმართოვეზე გაუწერი გულო გაზაფხულზე სიღევარული შიდონები ძმელებული ჰანგი უმაღერებენ აყვავებულ მადლობას ვინც გიყვარა და შეგიყვარებს შეგიყვარებს
ისაცილი დაბრუნდება დაბრუნდება შემოიხსნის ცამისლების რიდეს მზიამოვა და შეწყდება თოვა სიმაროტოვეს გაუწელი გულო გაზაფხულზე სიღარული სამისლების რიდეს მზიამოვა და შეწყდება თოვა სიმარატოვეს გაუწელი გულო ჩემი დროებით გემშვიდობებით ეთერში იყო განაცემა პროფეთეული და შეგახსენებთ რომ დღეს პროფეთეულში სტუმრად იყვნენ ღვინის გამყიდველები. მალე შევხვდებით აუცილებლად ერთმანეს დროებით.